ირაკლი კობახიძის შეფასებით ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება უშუალოდ ყოფილი პრემიერისთვისაა პრობლემური, თუმცა ამავდროულად აცხადებს, რომ სხვა მხრივ ამ თემაზე სიღრმისეული კომენტარისგან თავს შეიკავებს. ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა ღარიბაშვილის განცხადებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის როგორც მოქმედი პრემიერისთვის წინამორბედის სიტყვების შეფასება ეთიკურად სწორი არ იქნება. მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე, თქვა კობახიძემ. მისივე თქმით, ეს ძალიან პრობლემური განცხადება, მეტი კომენტარის გაკეთებას კი არ აპირებს. როგორც იცით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვრცელ განმარტებას დღეს გაავრცელებს. ნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება. ძალიან პრობლემური განცხადება, ასე ვიტყოდი, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, კიდევ ერთხელ ერთი მარტივი მიზეზის გამო. პრობლემური ჩვენთვის არა. პრობლემური თავისთვის, ასე ვთქვათ. გქონდათ გუშინ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ რაიმე კომუნიკაცია ივანიშვილთან? ეს საკითხი არსებითად არ განვიხილავს, კომუნიკაცია გუშინ მქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, არ მახსოვს წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე, ეს საკითხი ჩვენ არ განვიხილავს. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ქვეყანაზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი თქმით, ირაკლი მეორის დროინდელი რეალობის გასააზრებლად მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ როგორ მოქმედებენ პარტნიორის სახელმწიფოები საქართველოს მიმართ დღეს. ირაკლი მეორის დროინდელი რეალობის უკეთ გასააზრებლად დღევანდელ კრიტიკოსებს თუ მხარდამჭერებს ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა შევახსენოთ. კონკრეტულად კი ის, თუ როგორ მოქმედებენ სახელმწიფოები საქართველოს მიმართ მაშინ კი, როდესაც ისინი საკუთარ თავს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად ან მეგობრებად მოიხსენიებენ. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები. მისი მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს იყენებდა. მათი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწორედ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობას და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაცვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება სცადა, ამის პასუხად პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის სხვადასხვა ფორმა მივიღეთ, თქვა კობახიძემ. დღეს 18 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი საქართველოს ისტორიულ არჩევანთან დაკავშირებით გამართა და ირაკლი მეორის ნაბიჯს არაერთხელ უწოდა ბრძნული. როგორ ახერხებს ჩინეთი ტვირთების გადაზიდვას ამერიკული ტარიფების გვერდის ავლით. თეთრი სახლის ახალი ანგარიში დიდი სატრანზიტო თაღლითობა, რომელიც ჩინეთისთვის დაწესებული ამერიკული ტარიფების გვერდის ავლას ეხება 40-მდე ქვეყანას შორის საქართველოსაც ასახელებს, როგორც ტარიფებისგან თავის დაღწევის გზას. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, იმ ჩინურ საქონელს, რომელსაც შეერთებულ შტატებში მაღალი ტარიფები ადევს, ჯერ კიდიან სხვა ქვეყნებში შემდეგ პროდუქციას წარმომავლობას უცვლიან, რის შემდეგაც საქონელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ხვდება უფრო იაფად. სწორედ ამ მესამე ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა საქართველო. ასეთივე ქვეყნების სიის მსხვილ კატეგორიაშია ევროკავშირი, კანადა და ისრაელი. სრულ სიაში საქართველოსთან ერთად არის შუა დერეფნის მარშრუტის სხვა სახელმწიფოებიც: ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და თურქეთიც. ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენელდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, ანუ 13 მილიონი დოლარით მეტია. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, შეერთებული შტატებიდან გზავნილები წლიურად 11%-ით გაიზარდა და 67,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ისრაელიდან გზავნილები 21,6%-ით 29,3 მილიონ დოლარამდე, ხოლო თურქეთიდან 22%-ით 12,2 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. კვლავ კლებაა რუსეთიდან, კერძოდ ივლისში რუსეთიდან 42 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ივლისში ევროკავშირიდან გადმორიცხულმა თანხამ 153 მილიონი დოლარი, ანუ მთლიანი გზავნილების 44% შეადგინა. წლიურად გზავნილები 2,4%-ით არის გაზრდილი. ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი წილით კვლავ იტალია
გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევიან. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2026 წლის ივლისში საქართველოსთან საზღვარგარეთ 39 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ეს მაჩვენებელი 4.7%-ით მეტია 2025 წლის ივლისის მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ როგორც წინა გადარიცხვებში თურქეთი აზერბაიჯანმა ჩაანაცვლა. კერძოდ 2025 წლის ივლისში ქვეყნიდან ყველაზე მეტი თანხა თურქეთში გადაირიცხა. წელს კი პირველ ადგილზე აზერბაიჯანია. ათეულშია რუსეთი, უკრაინა, უზბეკეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი, იტალია, გერმანია და სომხეთი.